გაეროს კენჭისყრა ჰორმუზის სრუტის გახსნაზე ჩავარდა. ტექსტში ეწერა: Incentiva os estados ეხლა ჰორმუზის სრუტეში სავაჭრო მარშრუტების გამოყენება უნდა კოორდინირდეს. ვინ იქნებოდა ამის წინააღმდეგ? ტექნიკურად მათ საკმარისი ხმები ჰქონდათ დასამტკიცებლად. თუმცა უშიშროების საბჭოს ორმა მუდმივმა წევრმა ვეტო დაადო და ეს ბლოკავს წინადადებას. ვინ არიან ეს მუდმივი წევრები? ჩინეთი და რუსეთი პროგნოზირებადი მოთამაშეები. და ეხლა რუსეთი საუბრობს, როცა ჰორმუზის სრუტის დასაცავად რეზოლუციას წინააღმდეგ ხმას აძლევს. დეტალებს მოგვიანებით მოგაწვით, როგორც კი სიტუაცია განვითარდება, მაგრამ ამ წუთებში ვადევნებთ თვალს ადამიანურ ჯაჭვებს, რომლებიც ირანში სხვადასხვა ელექტროსადგურების წინ ჩამოყალიბდა. თქვენ ხედავთ ამ კადრებს. ეს კადრები შოკის მონგრელია ელიზა, რადგან ვფიქრობ, ემილი მაგ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი წამოჭრა. სულ მცირე ერთ ვიდეოში, რომელიც ნახეთ, ორი გვაქვს, რომელსაც ვაჩვენებთ, ეს მთლიანად ქალებითაა დაკომპლექტებული. არიან ბავშვებიც. ესენი არიან ირანული საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი წევრები. და ისინი, ვინც ყველაზე მეტად არიან სამიზნე, ვის გარშემოც ტრიალებენ, მათი მოსავალი, მათი ქალები, ბავშვები. კარგი, კაილი, ნახე, როგორი კონტრასტია იმასთან, რასაც აქ ხედავთ და იმასთან, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა და შეიარაღებულმა ძალებმა გააკეთეს ჩვენი ორი სამხედრო მოსამსახურის მტრის ტერიტორიაზე გადასარჩენად. პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ არავინ დარჩება უკან. ირანის რეჟიმი მზადაა საკუთარი ხალხის შესწიროს მსხვერპლად. ნახეთ განსხვავება. ამერიკული სამხედრო ძალის ძალისხმევა თანამემამულეების გადასარჩენად ამტკიცებს, რომ ჩვენ არასდროს სტოვებთ არავის უკან. ჩვენ ვაფასებთ ადამიანის სიცოცხლეს. ჯეფ ჯონსონიც კი. ობამას შინაგან უსაფრთხოებაზე მდივანმა ჯეფ ჯონსონმა თქვა, რომ ეს მისია უფრო თამამი იყო, ვიდრე ბინ ლადენის წინააღმდეგ ოპერაცია. ეს არის ის, რასაც ვაკეთებთ ამერიკის შეერთებულ შტატებში. შეადარეთ იმას, რასაც ეს ავადმყოფი ბოროტები თქვენ იცით რა. მზად არიან გააკეთონ. ვერ ვიტყვი ამ სიტყვას ტელევიზორში, მაგრამ გესმით ჩემი? დიახ, ყველაფერი ერთნაირია. მოდით ძალიან ნათლად ვთქვათ. ძალა, რომელიც ომის დანაშაულებს ჩადის, არის ირანის ტერორისტული რეჟიმი. ბავშვების, სულ 12 წლის ჯარისკაცების რეკრუტირება, მაგრამ ყველაზე დიდი ირონია ისაა, რომ გაერო მუდმივად აკრიტიკებს დასავლურ დემოკრატიებს და ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ისრაელი, მაშინ როცა ხშირად უგულებელყოფს ასეთ რეჟიმებს. სად იყო გაერო, როცა ირანის მთავრობამ 30-დან 40,000-მდე ირანელი მოკლა? სად არიან ისინი ახლა, როცა ირანელები იყენებენ ცოცხალ ფარებს, რაც მკვეთრ კონტრასტს აჩვენებს ჩვენსა და მათ მენტალიტეტს შორის? დაფიქრდით მათ მენტალიტეტს. ისინი იმაზე ამყარებენ იმედს, რომ ჩვენ გვაქვს მორალის გარკვეული დონე, ომის ეტიკეტი და არ დავატყამთ არაფერს, რაც შეიძლება ქალებსა და ბავშვებს საფრთხეში ჩააგდოს. ეხლა წარმოიდგინეთ საპირისპირო. წარმოიდგინეთ ირანელები ომის დროს ზრუნავდნენ ამერიკელ ქალებსა და ბავშვებზე. გაიხსენეთ რა გაუკეთეს ჩვენს ძევლებს და რა მოხდა 7 ოქტომბერს. ისრაელთან დაკავშირებით ძალიან რთულია წარმოიდგინო, რომ ეს რაიმე ფორმით პროპორციულია. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს უკვე მეტისმეტია გაეროსთვის, რომ აღიაროს. ეს ყველაფერი ფარსია. ჩვენ ვიხდით ფულს იმისთვის, რომ მათ დაგვესხან თავს. დონალდ ტრამპი აკვილდება ნატოს და გაეროც უნდა გაანალიზდეს, რადგან ჩემი აზრით გაერომ უკვე დაკარგა თავისი სარგებლიანობა. და არ მოითხოვოთ თავი. ტერორისტულ რეჟიმს სურს, რომ სამოქალაქო მსხვერპლი იყოს. დემოკრატებს ეს სურთ, რათა ტრამპი დაადანაშაულო. ნახე რა გააკეთა. არა. მე ვიტყოდი, რომ ეს ძალიან დიდი პრიორიტეტია, რადგან ნახე, ეს რაღაცით განსხვავდება სხვა საკითხებისგან. შეგვიძლია სრულად დაბომბოთ ისინი, შეგვიძლია დროებით დავამარცხოთ ისინი. მაგრამ სრუტის დასახურად საკმარისია ერთი ტერორისტი, რომელსაც როგორღაც დიდი სატვირთო მანქანა აქვს, დატვირთული წყალქვეშა ნაღმით. უბრალოდ აგდებს ზღვაში და ატყობინებს გემების ფლობელებს, რომელთა ღირებულება $1 მილიარდ აღწევს. იმისთვის, რომ ნაღმებზე არ ინერვიულონ, შეგიძლია უბრალოდ უთხრა, წყალში ნაღმები დავდეთ. დღეს ირანისთვის საბოლოო ვადა. რეჟიმს აქვს 12 საათი, რომ ხელახლა გახსნას ჰორმუზის სრუტე, ან წინააღმდეგ შემთხვევაში ძიმე შედეგებს მიიღებს. მას შემდეგ, რაც ირანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რევოლუციური გვარდია დაემუქრა სილტივარას შეტევით და ნავთობის წლების განმავლობაში შეკავებით. ტერორიზმთა ბრძოლის თემაზე სასაუბროთ ჩვენთან ერთად არის USS Cole-ის ყოფილი მეთაური კურტ ლიპოლდი. და მეთაურო ლიპოლდ, მადლობა თქვენი შეხედულების გაზიარებისთვის. თქვენ ახლახან მოისმინეთ პრეზიდენტი ტრამპი. ამბობს, რომ პატარა ნაღმაც კი შეიძლება ასეთი ზიანი მიაყენოს და პარალიზება მოახდინოს იმ სრუტეზე. თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ირანელები დიდი ალბათობით კოულზე თავდასხმის უკან იდგნენ. მითხარით იმ საფრთხეებზე, რომლებსაც ირანი ჯერ კიდევ უქმნის ამ სრუტეს.
დილამშვიდობისა გრიფი. საჭიროა გაანალიზოთ არა მხოლოდ ნაღმები, არამედ გარკვეულწილად ინფორმაციული ომიც უნდა გაითვალისწინოთ. და ის ფაქტი, რომ ისინი ამ შესაძლებლობას აცხადებენ, უკვე იწვევს გემების ყოყმას. რაც ირანის რეჟიმი აკეთებს, არის საერთაშორისო საზღვაო გზის დახშობა და კონტროლი, რაც დაუშვებელია. მიუხედავად იმისა, თუ რას ფიქრობენ სხვა ქვეყნები ტრამპის გადაწყვეტილებაზე ირანზე თავდასხმის შესახებ, რათა ისინი პასუხისგებაში მიეცნენ 10 წლეულების განმავლობაში ათასობით ადამიანის მოკლით და ბალისტიკური რაკეტებით, ბირთვული იარაღის ძიებით, ფაქტია, რომ ეს სრუტე უნდა იყოს ღია. ის მართალია, როდესაც ამბობს, რომ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა უზრუნველყოთ, რომ ირანი დაუშვებს გემების თავისუფალ გადაადგილებას ჰორმუზის სრუტესა და ახლო აღმოსავლეთში. თქვენ ბრძანდებოდით USS Cole-ის მეთაური, როდესაც ირანის მხარდაჭერილი ტერორისტების პატარა ნავი უბრალოდ მიუახლოვდა გემს და გამოიწვია მთელი ის განადგურება და სიკვდილი. რამდენად რთული იქნება ეხლა მსგავსი შემთხვევის თავიდან აცილება ჰორმუზის სრუტეში? გრიფ, პირველ რიგში მინდა ერთი პატარა შესწორება შევიტანო. ეს ალ-ქაიდამ გააკეთა, მაგრამ დამტკიცებულია, რომ ირანი და ალ-ქაიდა ერთად მუშაობდნენ და ერთმანეთს მხარს უჭერდნენ. სწორედ აქ იპოვი იმ კავშირს, რომელიც ამ ორს აერთებს. მაგრამ საბოლოო ჯამში, რაც შეეხება იმ ნავს, რომელიც USS Cole-ს უახლოვდებოდა, ჩვენს დაზვერვას არ ქონდა არანაირი ინფორმაცია, რომ წყლიდან ასაფეთქებელი მოწყობილობით თავდასხმა იგეგმებოდა. დღეს რაც გჭირდება არის პირობების შექმნა მეთვალყურეობისთვის. მუდმივი მეთვალყურეობა ჰორმუზის სრუტეში და ლარაქის, ქეშმისა და სხვა კუნძულების მახლობლად. დარწმუნდეთ, რომ თუ დავინახავთ ნაღმების ჩაგდების ან მსგავსი მოქმედების რაიმე მომზადებას, ეს სწრაფად განადგურდება. ამ შესაძლებლობის ხელმისაწვდომობა უნდა იყოს მთავრობის პრიორიტეტი. ეს უკვე ომის გეგმის ნაწილი იყო, მაგრამ ეხლა ვხედავთ, რომ საჭიროა მისი ეფექტურად განხორციელება. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნები მიუთითებენ, რომ შესაძლოა მზად იყვნენ დაეხმარონ სრუტის გახსნაში ასევე ნატოს ქვეყნები. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ სხვა ქვეყნები დაგვეხმარონ? ეს გადამწყვეტია. დაუბრუნდები იმას, რაც ვთქვი, მიუხედავად იმისა, ვეთანხმები თუ არა კონფლიქტს, პრეზიდენტი ტრამპი სწორად იქცევა თუ არა, თუ ახლა არა, როდის იქნება და თუ არა, რამდენი სიცოცხლე, მომეცი რიცხვი. მაგრამ საბოლოო ჯამში ნატოსა და ახლო აღმოსავლეთის ჩართულობა ყველასთვის სასარგებლოა. სრუტის გახსნით, ნავთობის მუდმივი ნაკადი და სხვა პროდუქტებისა და საქონლის მოძრაობაც უზრუნველყოფილია. ეს კარგი იქნება არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთისა და ევროპისათვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. რადგან ეს ასევე უგზავნის სიგნალს ჩინეთს, რომ ის, რასაც ისინი აკეთებენ იმ კუნძულების მილიტარიზებით სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, ეს არ იქნება მოთმენილი, თუ ისინი ამას ძალაუფლების პროექციისთვის გამოიყენებენ, ცდილობენ გააკონტროლონ მსოფლიოს ის რეგიონი ტაივანზე შეჭრის შემდეგ. უნდა ვიმოქმედოთ სწრაფად, მაგრამ რატომ არ ეხმარებიან ჩინეთი ან ინდოეთი ამ სრუტის ყველაზე დიდი მომხმარებლები მის გათავისუფლებაში? მე გულწრფელად ფიქრობ, რომ როცა ჩინეთს უყურებ, ის ჯერ კიდევ სასტიკი კომუნისტური დიქტატურაა. მათ არაერთხელ დაამტკიცეს, რომ ისინი უბრალოდ მეტოქეები კი არა, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების მტრები არიან, რადგან ირანს მხარს უჭერენ. საკმარისია გადახედოთ Wall Street Journal-ის რამდენიმე ბოლო სტატიას, რომლებიც ამას ადასტურებს. საბოლოოდ ინდია საკმარის ძალას არ ფლობს, რომ ახლო აღმოსავლეთში წავიდეს და ასე იმოქმედოს. ისინი რეგიონული ძალაა და შესანიშნავი პარტნიორი. დიახ, მაგრამ ამ ორ ქვეყანას უნდა გააგრძელონ განცალკევებულად ყოფნა. კომანდანტო, Fox News-მა ახლახან დაადასტურა, რომ კარგის კუნძულს დაარტყეს. რამდენად მნიშვნელოვანია ეს მოვლენა და რა აზრი გაქვთ ამაზე? ეს შესანიშნავი წინსვლა, რაც შეიძლება გაკეთდეს კუნძულზე სამხედრო შესაძლებლობების აღმოსაფხრელად, IRGC-ის აღჭურვილობისა და ძალების გასანადგურებლად, ეს მოგცემს შესაძლებლობას, რომ თუ გადაუწყვეთ იმ კუნძულზე შეჭრას და რეალურად იქ გადასვლას, რათა ირანი ეკონომიკურად დავახჭოთ, ეს ლადებითი რამ იქნება. ეს შესაძლებლობა ჯერ უნდა აღმოიფხვრას, რომ შევძლოთ იმ საზღვაო ქვეითების ნაპირზე გადაყვანა. კომანდორ კურტ ლიპოლდ, მადლობა ანალიზისთვის და კომენტარისთვის. კარგის კუნძულზე დარტყმის შესახებ. კომანდორო, მადლობა. მადლობა, გრიფ.